ჩვენ ოჯახში ვართ 6 დედმამიშვილი და 6-დან 4 მიგრაციაშია. ქვეყნის დატოვებაზე გიწევთ ფიქრი? სახელმწიფომ იმ ეტაპზე ჩაგვხვდა თვითგანადგურების რეჟიმში. ცარიელია დაიცალა სოფელი. თქვენი სოფელი. ჩვენთან ახლა სოფელში სად არის სამუშაო? აი სად უნდა დასაქმდეს ადამიანი? ვინც მიდიან მიგრაციაში, ისინი ამობენ, რომ აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. აქ გადაწყვეტილების მიღებია აქ რა და იქ მიდის და როგორ ფიქრობთ, სოციალური როლი აქ არ დაკარგეს მამაკაცებმა? ანუ ეს არის მათი არჩევანი თუ არის იწულება. ბავშვები დაუჯახდნენ. ის ხარჯი უკვე გაიზარდა, ის ახლა უნდა დაეხმაროს და გაწვდეს უკვე მათ ოჯახებსაც. ცოტა მენტალური პრობლემაც ხო არ არის, იცით? ისი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, აქ არაფერი სცადეს. თქვენი ბაზრები მარაგდებოდა ლაგოდეხიდან. ეხლა ამბობენ ხოლმე სადღა არის ახლა ლაგოდეხის კიწრი და მომიჯარო. სუა ბევრჯერ გამიგია, რომ აი მე ზარმაციერი ვარ, მითია. რაღაცნაირად ხალხი გაღარიბდა, გაჩუმდა და მერე წავიდაო. ფული ხო არ არის ყველა კეთილდღეობა და ყველაფერი, ხო? როგორ შეიძლება რომ ადამიანს სანატრელად კონდეს შენს დედმამიშვილებთან ერთად ერთ მაგიდასთან სადილი და ნატრა იყოს უბრალოდ, ხო? მოგესალმებით, ეს არა მარტო პოდკასტია, დღესაც მინდა მადლობით დავიწყო ყოველი კომენტარი და ყოველი ის განხილვა, რომელიც ჩვენი არხის გვერდზე ხდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა გამოგვიწეროთ. დღეს, რა თქმა უნდა, ისევ ემიგრაციაზე ვისაუბრებთ და არა მარტო ერთი ოჯახის 4 წევრის ემიგრაციაზე, არამედ დიდი ოჯახის ემიგრაციაზე და რა არის ეს და რას ნიშნავს დიდი ოჯახის წევრების ემიგრაცია, მას ჩვენი სტუმარი გვესაუბრება. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ნანა ნერსეზაშვილი, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დამფუძნებელი და მაქედან მინდა დავიწყო. მოგესალმებით. როგორ ფუნქციონირებს დღეს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა განაცემაში მოწვევისთვის. და მე გაგიზიარებთ სიამოვნებით ჩვენს გამოცდილებას. ადამიანები, რომლებიც წავიდნენ მიგრაციაში და ეს ჩვენი თემისთვის, ჩემთვის დიდი ტკივილია, გარდა ოჯახის წევრებისა, მიგრაციაში მყავს მეგობრები, ახლობლები, თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა და თემის განვითარებაზე მუშაობა. ამიტომ თქვენ სწორად ახსენეთ, მე არ შემოვიფარგლები მხოლოდ ერთი პატარა ოჯახის, ჩემი ბიოლოგიური ოჯახის წევრების სიტყვა წეღაროთ ისტორიაზე, არამედ კი ჩვენი თემის დიდ ოჯახზე, რომელიც დღეს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის სახით არის წარმოდგენილი. მაშინ, როდესაც წლები მოვანდომეთ ჩვენ ადგილზე, იმ ადამიანური რესურსის შექმნას, ვისთან ერთადაც ჩვენ საგანმანათლებლო სერვისებს ვქმნით. ჩვენ გვაქვს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ხო? დასახელებაში ჩანს, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სივრცე ვართ, სადაც პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაში ვეხმარებით ადამიანებს, რაც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს შრომით ბაზარზე და ვცდილობთ, რომ საჭიროებაზე მორგებული უნარების განვითარებაში დავეხმაროთ. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. ეხლა ჩვენ როგორც ორგანიზაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე გუნდის ბევრი წევრი აღარ გვყავს ადგილზე და მათ ემიგრაციაში წასვლა მოუწია, აგრეთვე ჩვენ ის ფინანსური რესურსი, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან ბევრ შესაძლებლობას ვქმნიდით, ეხლა შეუძლებელია ამის მობილიზება და მოძიება. და ნანა, ორგანიზაცია როგორ გადაარჩინეთ? ამ ყველაფრის ფონზე. ამ ეტაპზეც ჩვენ მოხალისეობრივად საქმიანობთ ადგილზე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გადაწყვიტა, რომ გააგრძელონ მოხალისეობრივად საქმიანობა, იმიტომ რომ თუნდაც ამ ეტაპზე გვაქვს ერთი მიმდინარე პროექტი და ვფიქრობთ, რომ თუ კი ადამიანს აქვს მხოლოდ ერთი პროექტი, სადაც შეიძლება მისი ანაზღაურება იყოს 200-300 ლარი, ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს ანაზღაურება, ეს მიზერულიც არ არის და მისი შრომა არის მოხალისეობრივი თითქმის 95%-ით, ხო? ანუ მოგიწიათ დარეგისტრირება ორგანიზაციის. კი, ორგანიზაციის დარეგისტრირება მოგვიწია, რითაც მე როგორც ნანა პერსონა ძალიან რთული იყო ჩემთვის და აღება თავზე პასუხისმგებლობის. რა თქმა უნდა და ანუ ნეხი და ყველაფერი, გარემოებები და ჯერ კიდევ კი, ყველაზე ემოციური და იყო ჩემთვის ის, რომ როდესაც იძულებული ვიყავი ბოლო
საათი გამომეყენებინა ამ რეგისტრაციისთვის, გუნდის ყველა წევრი ადგა და ჩემთან ერთად წამოვიდა საჯარო რეესტრში, როდესაც იცოდნენ რამდენად მძიმე იყო. კი და არ ვიცი რამდენ თქვა ჩვენი სექტორის წარმომადგენელს აქვს ეს გამოცდილება, მაგრამ მათ სცადეს ამით გამხნევება და აქაც ჩანს ზუსტად ის ერთობა, იმ დიდი ოჯახის განწყობა, რაც ჩვენ გვაქვს. ალბათ რო გვიჩვენებს და ისტორია, ვთქვათ, რა იყო სწორი იმ დროს და რა იყო არასწორი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სახელმწიფომ იმ ეტაპზე ჩაგვხვდა თვითგანადგურების რეჟიმში, თუნდაც ეს კანონი იყო, რომელსაც გამჭვირვალობა ერქვა და ჩვენი სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად კორუფციაზე ვსაუბრობდით და კი ხედავთ ახლა თავად იჭერენ საკუთარი გუნდის წევრებს, კორუფციის მასშტაბებსაც ხედავთ, ზუსტად ეს იყო მიზანი ჩვენი სექტორის განადგურების, რომ პირველი ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე და თითქოს ჩვენვე შემოგვიბრუნეს გამჭვირვალობის თემა, მაგრამ ამ დროს ჩვენ არაფერი დამალული არ ქონდა, ყველა ჩვენი პროექტი რეგისტრირებული იყო, ვაკეთებდით დეკლარირებასაც, რა შეიცვალა? არც არაფერი არ შეიცვალა, ის პლატფორმებიც აღარ მუშაობს, სადაც გამჭვირვალობის კანონის გამო უნდა დავრეგისტრირებულიყავით. იმიტომ რომ მუდმივად ახალი კანონი მიიღეს. მე რამდენად შეაქვთ გრანტების კანონში ცვლილება იმისთვის, რომ საბოლოოდ ბოლომდე ჩაახშონ თავისუფალი ხმა ამ ქვეყანაში, მაგრამ არასდროს უფიქრიათ, რატომ ვარ მე პროტესტში. ვინმე მიკითხა, როდესაც ჩვენ ოჯახში ვართ 6 დედმამიშვილი და 6-დან 4 მიგრაციაშია, არავის არ უკითხავს ამ ადამიანებს, რატომ მოუწიათ მიგრაციაში წასვლა. და მაგიტომაც ალბათ სწორია და არასწორია არ არსებობს. რა რამდენად თქმა სწორი, რამდენად არასწორია და კი, პირიქით. ამას დრო აჩვენებს რა არის ხოლმე სწორი და რა არასწორი და სწორედ ეს გამოცდილებები გვზრდის მერე. ჩვენი პროექტების ფარგლებში ჩვენ გვქონდა პროფესიული კურსები, მათ შორის ციფრული უნარების განვითარებით კოვიდის დროს ჩვენ დისტანციურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობდით და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია ვიყავით, რომელიც უფასოდ ვთავაზობდით, მაგალითად web development-ის კურსს, როგორიც არის გრაფიკული დიზაინი, კონტენტ მენეჯმენტი და ასე შემდეგ, სოციალური მედია და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრჯერ მithქვამს, რომ კი, ხანდახან ჩვენთან უსასყიდლოდ ჩვენს მიერ დაფინანსებული კურსების მიხედვით, როდესაც ადამიანები იღებდნენ ამ უნარებს, მერე ქალაქში უფრო მიგრირებდნენ და შიდა მიგრაციას ვწუხდით. საბოლოო ჯამში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ადამიანებმა, რომლებმაც თითქოს მომავლის იმედი დაკარგეს, უკვე დაიწყეს მიგრაციაში წასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მიდიან ოჯახებით, ხო? აქამდე თუ ჩვენ გქონდა გამოცდილება, ალბათ თქვენი სტუმრები, სხვა სტუმრებიც გააზიარებდნენ, მიდიოდნენ ძირითადად ქალები, დღეს არის ტენდენცია, რომ მამაკაცებიც არანაკლები რაოდენობით გავიდნენ ბოლო 60 წელიწადში და უმრავლესობის მიზანი არის, რომ თან ოჯახები წაიყვანონ, თავისი შვილები წაიყვანონ. მაინც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გულისხმობთ უფრო თუ ქვეყანასაც ამბობ, გულისხმობ ხო? ზოგადად და მათ შორის ჩვენს თემსაც თუ ავიღებთ, იგივე ტენდენცია არის და ადრე თუ ქალებს თან არ მიყავდათ ხოლმე ოჯახის წევრები, გულისხმობ მეუღლეებსაც და ბავშვებსაც და ბავშვები სტუმრად ჩადიოდნენ ხოლმე მათ შემდგომ რაც ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად ჩვენ შეგვეძლო ვიზის გარეშე გასვლა და ადვილი იყო ამის დაორგანიზება, იმიტომ რომ სავიზო რიგში დგომა არ უწევდათ და გაცილ უბრალოდ აიღებდნენ ბილეთს და ან მინდობილობას გასცემდნენ იმ პირზე, ვისაც ენდობოდნენ, რომ მათი არასრულწლოვანი შვილები ჩაეყვანათ. ის ბავშვები უკან ბრუნდებოდნენ ხოლმე, ხო? იმის შემდგომ, რაც თითქოს ადამიანებმა დაკარგეს ამ ქვეყანაში მომავლის რწმენა და იმედი და ეს არ არის ჰაერიდან მოსული სიტყვები, არამედ ვინც მიდიან მიგრაციაში, ისინი ამობენ, რომ აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, ამ შემთხვევაში უკვე ნათელია რატომ მიდიან და ვიცით ხო? არსებობს სტატისტიკა, რამდენი მოსწავლე წაიყვანეს ქვეყნიდან, მაგრამ არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ბავშვი წაიყვანეს საბავშვო ბაღის ასაკის, ხო, სკოლამდელი ასაკის. ანუ ეს არის ერთგვარი ნიშანი, როგორც ჩანს, მამაკაცების წასვლა, როცა ოჯახიც მიყავს. ესენი არ აპირებენ დაბრუნებას. კი, ტენდენცია ამ მიმართულებით ქალები ასეთია. ალბათ იმიტომ მიდიოდნენ მარტო, რომ მაინც დაბრუნებაზე ფიქრობდნენ ადრე თუ გვიან. პერიოდი გადაარჩინა ოჯახი. პროცენტულად ბოლო წლებში გაცილებით მეტი ადამიანი წავიდა. თუნდაც წინ რამდენიმე ხნის წინ იყო ასეთი ისტორია, როდესაც ისტორია არა, ამბავი, როდესაც უკვე აბიტურიენტების, როგორც კი პირველი შვილი ხდება აბიტურიენტი, ხშირ შემთხვევაში მისი დედა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვს რო განათლება მისცეს, მიდის მიგრაციაში ანუ და ის სწავლის ფულის გადასახდელად. სწავლის ფულის გადასახდელად, მომზადების ფულის გადასახდენად ქალაქში ბინის ხირა ჭირდებათ, ამ შემთხვევაში შენახვა ჭირდებათ და
ხანდახან ხდება ხოლმე თუ მას 2 შვილი ყავს, 3 შვილი ყავს, სანამ ყველა ბავშვი არ მორჩება განათლების პროცესში ყოფნას, მანამდე მათ ფიზიკურად უჭირთ უკან დაბრუნება. თითქოს ეს ერთადერთი გზა არის. თუ შევხედავთ მაგალითად ჩვენთან ახლა სოფელში სად არის სამუშაო, აი სად უნდა დასაქმდეს ადამიანი. მე არ მეზარება შრომა, მიყვარს, მით უმეტეს ბუნებასთან ურთიერთობა, მაგრამ დავფიქრდებოდი ამ ტიპის სამუშაოზე წავალ თუ არა, იმიტომ რომ თუ კი მე უნდა შევიდე კიტრში სამუშაოდ, პირობითად კიტრის კულტურაში და მეპატრონე მასში წინა დღეს ისეთი მცენარეთა დაცვის საშუალებას მოიხმარს, რომელიც ჩემი სიცოცხლისთვის საშიშია და მე მიწევს ასეთ ბაღში მუშაობა, იქ უბრალოდ არ მინდა რომ წავიდე სამუშაოდ. ყველას აქვს ეს ინფორმაცია, თან თუ სხვა გზაც არ არის და თან ალბათ დაბალანაზღაურებადიც არის, ხო, იმიტომ რომ ემიგრაციაშიც საკმაოდ მძიმე შრომისთვის მიდიან, თუმცა რაღაც გარანტიები ალბათ იქ არის, თუნდაც ის რომ სიცოცხლისთვის საშიში. თუ კი მე მომიწევს არჩევანის გაკეთება, გამიჭირდება მივიღო გადაწყვეტილება ასეთ ტიპის სამუშაოზე რომ დავსაქმდე, იმიტომ რომ ეს არ არის სიცოცხლისთვის უსაფრთხო. ამაზე, როდესაც ჩვენ კვლევა გავაკეთეთ, თან ნახეთ, რომ იქ არიან ადამიანები, იმიტომ რომ სოფლები დაიცალა და ფიზიკურად ახალგაზრდები თითქმის სოფელში აღარ არიან. დღეს ქირაზე ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ 60-60 წლის ადამიანები, ქალები და მამაკაცები. ძალიან ხშირია, რომ ამ ნაკვეთებში იძახებენ სასწრაფოს, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება ინსულტი იქ დაემართოს, ან წნევა აეწიოს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან რთული მოცემულობა გვაქვს, რის გამოც ადამიანებს ურჩევნიათ, რომ თქვათ მიგრაციაში წავიდნენ. ამ ფონზე როცა ესე ზოგადად ვსაუბრობთ, დავაფასებთ, აი არაერთი ოჯახის მაგალითზე ვლაპარაკობთ, აი თემის მაგალითზე. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მიდიან მიგრაციაში, არჩევანს აკეთებენ. ანუ ეს არის მათი არჩევანი თუ არის იძულება. არჩევანი სამწუხაროდ არ არის, იძულება არის. არჩევანი მაშინ იქნებოდა, თუ მაგალითად 12 თვიანი დასაქმების შესაძლებლობა იქნებოდა თემში, სადაც ადამიანს შეუძლია სტაბილური ანაზღაურება ჰქონდეს და შემოსავალი. მაშინ, როდესაც წარმოიდგინეთ, არის საჯარო სკოლა, სადაც შეიძლება მაქსიმუმ 40 ადამიანი დასაქმდეს, არის ადმინისტრაცია, თქვათ, სადაც შეიძლება დასაქმდეს 1-2 ადამიანი, ფიზიკურად ბიზნესი არ არის, არანაირი წარმოება არ არის, არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა, რომელიც არის სეზონური. ხშირ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ მეურნეობაში თავად საქმიანობენ და თქვენ ალბათ არ გინახავთ, მაგრამ მე მინახავს, როდესაც უკვე ინტენსიური მოსავალი არის კიტრის, ბადრიჯნის პირობითად, მაშინ შეიძლება ბაზარზე ფიზიკურად ისე იყოს პროდუქცია ჭარბი რაოდენობით, რომ ამ ადამიანმა კიტრის კულტურას თუ ავიღებთ, მხოლოდ იმიტომ უნდა მოკრიფოს კიტრი, რომ გამოაცალოს მცენარეს, რადგან არ შეიძლება რომ ეს მცენარეზე დარჩეს და მას უბრალოდ მიაქვს და ამ პროდუქტს ყრის. იმიტომ რომ ეს უნდა ამაში მუშახელშიც ფულს იხდის და მას მოგება არ აქვს, რადგან ვერ მივხვდი როგორ? ანუ მოსავალი აიღო და გადაყარა. აიღო და გადაყარა, კი, ამიტომ რატო? იმიტომ რომ არავის უნდა, ჭარბია. ჩვენთან არ არსებობს ბაზარი, მოთხოვნა არ არსებობს. მოთხოვნა არ არსებობს. მაშინ, როდესაც როდესაც ხოლმე რომ აი მუშახელი არ არის და ზუსტად. ხო, რომ აი პროფესიონალი. აი რატომ მიდიან ემიგრაციაში, აგერ ჩემთან ისეთი დაკრიფონ რაღაც ბაღი. გავიგე, რომ აი ეს რაღაცა სისტემური დაზიანება, ანუ რაღაცა ჯაჭვი. კიდე უფრო გამიმარტივოთ, რომ სხვისთვისაც გასაგები გახდეს. წარმოიდგინეთ, მე მაქვს კიტრის ბაღი. ხო. შუა ივლისში არის უკვე კახეთში ვარ და კახეთში ვარ. კიტრის ბაღი. მაქვს კიტრის ბაღი და წარმოიდგინეთ, ახლა არის ამ ბაღის ინტენსიური, აი ყველაზე მეც როდესაც ისხავს ის პერიოდი, ხო? თუ მე როდესაც დავთესე, ვერ დავგეგმე სწორად, იმიტომ რომ დაგეგმვაში არავინ გლეხს არ ეხმარება, მათ შორის რომ მისი ცოდნის ამარა ამ შემთხვევაში, ეს ახლა არიან უკვე გამოცდილი ფერმერები, რომლებიც დიდი ხანია და მათ შორის კულტურის ცვლილებას სწორად ახერხებენ, ან ახალ კულტურები შემოიტანეს, მაგრამ არიან ფერმერები, ადამიანები, ოჯახები, რომლებსაც ეს გამოცდილება არ აქვს და აი შარშან ვიღაცას ამ კონკრეტულ კულტურაში გაუმართლა და წელს ისიც ამას აკეთებს, ხო? მარტივ ახლო პრაქტიკას მიყვება. კი, ახლო პრაქტიკას მიყვება და თქვათ მე ვარ ესეთი ფერმერი, ხო, მაქვს კიტრი. როდესაც არის ინტენსიური მოსავალი, შეიძლება იმ ადამიანს, რომელსაც ჩემი სოფლიდან გააქვს კიტრი და მიაქვს და მე ბაზარში აბარებს, იმიტომ რომ ჩემიდან აიღო და ისყიდის, უბრალოდ იცის, რომ ჭარბია ბაზარში კიტრი და ის იზარალებს, რომ ეს კიტრი მან აიღოს. ამ შემთხვევაში ფერმერს უწევს მუშახელი მიიყვანოს, მოკრიფოს და უბრალოდ ეს კიტრი გადაყაროს. ოღონდ
კი, ბადრიჯანი, ხანდა იმპორტული კიტრით გვაქვს კი, სავსე. უყურეთ, მაინც ძვირკი. ბაზარი და ძისიც. იმას ან ეს შეხედეთ დეციდებიან. ერთი ტომარა კიდრი, სადაც საშუალოდ ჩადის 30 კილოგრამი, გაყიდოს 1 ლარად და 2 ლარად. თუ არ გადაყრის, იმდენად იაფია და იმდენად არ უღირს. იმიტომ რომ იმან რომ მოგება ნახოს და თქვათ მისი ის მწლის შრომა იყოს მომგებიანი და მე სულ ვამბობ ხოლმე რომ აი წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მივიღებთ ერთ მოსავალს ადამიანს ფერმერს უწევს რომ მოსავლის ნახევრის შემოსავალი შეინახოს რომ ახალი ციკლი დაიწყოს მომდევნო გაზაფხულს კი და დააბრუნოს ეს არ რჩება მას ჩვენი ფერმერები მაგალითად რო ითვლიდნენ იმ ხარჯს შეხედეთ რაც თავის შრომასაც ამას არ ითვლიან ჩვენთან ადამიანები იმიტომ რომ აქ უკვე ფინანსური განათლების პრობლემა გვაქვს ისინი მარტო იმ ხარჯებს ითვლიან, რასაც რეალურად გასწევენ ამ პროცესში. ნახე რამ ხელაჯაჭვია. კი, რატო სისტემური. მიდის ადამიანი. რატომ ეს მიდის? ლეხების პრობლემა კი, არის. ზუსტად ეს მაგალითი კიტრიდან უნდა დავიწყე. მომეყვანა, ხო, მაგრამ და სად მოვედი? კი, სად მოვედით? სახელმწიფო ოღონდ, სად თუ კი არის ამ ადამიანი მიდის მიგრაციაში და ის იქ იმ ოჯახში ცხოვრობს, სადაც მუშაობს, მას ხარჯი არ აქვს. ის სრულად აგზავნის იმ თანხას, რომელსაც იღებს. ადამიანები არიან მიგრაციაში ნაყინსაც კი არ ყიდულობენ, საკუთარი სიამოვნებისთვის არაფერს ხარჯავენ და ისინი სრულად აგზავნიან. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც ადამიანები ჩამოდიან მიგრაციიდან, ბრუნდებიან, მაგრამ მიდიან უკან, იმიტომ რომ ისინი აქ განაშრომა ეზარებათ. ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში შრომა არ ეზარებათ. მე ბევრჯერ გამიგია, რომ აი ზარმაციერი ვარ, მითია. მე ვიცი მაგალითად რომ აი უთქვამთ რომ აი გადაგიხდი 300-400 ლარს აი ეს გამაკეთე და ძალიან ვერ მაგვითხრა, მაგრამ არა, აი ეს ერთჯერადად თუ 300 ეცოტავება ან ეზარება, არ ვიცი. ეგ რა თქმა უნდა ყველაზე არ ვცდება, მაგრამ ყველაზე არ ვცერდება, მაგის თქვა მინდოდა და ადამიანებს მითია, თავისი გამოცდილება აქვთ და რატო ამბობენ უარს. მან გითხრა თუ არის და უბრალოდ დიალოგში არ შესულხართ და არ გიკითხავთ, რატომ გითხრა თუ არის. რატო? მუდმივობა არ არის. მუდმივობა არ არის, კი და ერთჯერადია და კი, არ მოყვება. აი მაგალითად, როდესაც ქალი წავიდა და დატოვა 3 შვილი, ხო, მათი განათლება უზრუნველყო. დადგა ის პერიოდი, ის ეტაპი, როდესაც ის ბავშვები დაუჯახდნენ. მისი ხარჯი უკვე გაიზარდა, ის ახლა უნდა დაეხმაროს და გაწვდეს უკვე მათ ოჯახებსაც. ცოტა მენტალური პრობლემაც ხო არ არის, ანუ აი ეს რაღაცა მუდმივი ქალების მხრიდან თავის თავზე აღება შვილის, შვილიშვილის, მთელი სახლკარის, ქმრის, ბაღის, ყველაფრის, ხო? შემოსავლის წყაროს არიან მიჩვეულები და რეალურად ეს არის პრობლემა. თუ ადრე მიდიოდნენ ქალები, დღეს ქვეყნიდან წავიდნენ ახალგაზრდები და კაცები. კაცები ცოტა ხნის წინ წავიდნენ, ბოლო 2 წელიწადში წავიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი განათლება და რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი წამყვანი ღერთი უნდა ყოფილიყვნენ, მათ შორის რაღაც სიკეთის გაკეთება. ბევრი სიკეთის კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ქალები მიდიოდნენ ადრე, რომლებიც ოჯახებში მუშაობდნენ, თქვათ, თუნდაც იქ სხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდნენ, დღეს ახალგაზრდები, რომლებიც მიდიან, მათ აქვთ ენობრივი კომპეტენცია, მათ არ უჭერთ არც იმენის შესწავლა, რომელ ქვეყანაშიც გადაწყვეტენ განათლების ცხოვრებას, იქ განათლების მიღება და შრომით ბაზარზე უკვე იქ დასაქმების მცდელობა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ძალისხმევას ჩადებს სხვა ქვეყანაში, მიიღოს განათლება, ისწავლოს იქ არსებული, თქვათ, სახელმწიფო ენა და გადაწყვეტს, რომ გახდეს მიაღწიოს მოქალაქეობას, იქ დასაქმდეს და იცხოვროს, ოჯახისაც უკვე იქ შექმნის, ხო, შემდგომში დიდი რაოდენობა მაინც ამ ადამიანების. ისინი დაბრუნებაზე რამდენად იფიქრებენ ამ ქვეყანაში, კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებაა ეს. ყოველ შემთხვევაში, მათი უმეტესობა, ვინც ვიცი, რომ წავიდა, იქ აპირებს დარჩენას. ცარიელია? დაიცალა სოფელი. თქვენი სოფელი, ხო. მარტო ჩემი სოფელი არ არის ცარიელი, ალბათ კიდევ ბევრი სტუმარი გეტყოლებათ და იგივე სიტყვის, დღეს მუშახელი ფიზიკურად არ არის სოფელში ახალგაზრდა მუშახელი. იცით რომ არ ვიცი იცით თუ არა, ადრე თუ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ცნობილია იმით, რომ ძირითადად ბოსტნეული კულტურებით ჩვენი ბაზრები მარაგდებოდა ლაგოდეხიდან ყოველ შემთხვევაში ადრეულ გაზაფხულზე. ეხლა ამბობენ ხოლმე სადღა არის ახლა ლაგოდეხის კიდე. ისევ არის დამიჯერეთ, მაგრამ რა ხარისხის არის? ჩვენთან კითხვა შეგვიძლია აღარ მოდის.
მინდა ნაკლებად. მინდა გითხრათ, რომ ლაგოდეხის ბოსტნეულისები არის საკმაოდ დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ინტენსიურად მოყავთ ადამიანებს, უბრალოდ უფრო ხარისხის საკითხია დასაფიქრებელი, ვიდრე ის ფიზიკურად არის თუ არა და რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან უხარისხო პროდუქტი არის, რადგან უკონტროლოდ ხდება მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება, ნიადაგების გაჯერება და ეს პრობლემა ცოტა უცოდინრობით, ცოტა გაჭირვებით, ცოტა რაღაცით. კი, წლების განმავლობაში სწორედ ჩვენი პროგრამები და პროექტები, მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის არა ზოგადად, ევროკავშირის დაფინანსებით და კიდევ სხვა დონორების დაფინანსებით, ინტენსიურად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით იყო მცდელობები ჩვენ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რომ ჩვენი ფერმერების განათლებაზე გვემუშავათ. ჩვენ საერთოდ გვყავდა ჯგუფები, როგორც იყო მებოსტნეები, მეხილეები, მევენახეები და აგრეთვე თანამშრომლობით მათ შორის ამ მცენარეთა დაცვის საშუალებების მაღაზიებთან, ქსელებთან, მათ საგანმანათლებლო აკადემიებთან და სადემონსტრაციო ნაკვეთებიც კი გქონდა. იმდენად ინტენსიურად მუშაობდით, შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ერთ პატარა ორგანიზაციას თემში, სადღაც სოფელში როგორ შეიძლება ამდენი პროექტი და პროგრამა ქონოდა, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა ეს ცოტნა, რადგან არ გაგრძელდა ეგეთი ინტენსივობით. არასაკმარისი დრო უნდა ხო, მაგრამ დრო უნდა, იმიტომ რომ შენ რო გლეხი დაარწმუნო, რომელსაც 20 წელი კიტრი მოყავს, 20 წელი ვენახი აქვს და დაარწმუნო, რომ ახალ კულტურაზე გადავიდეს, მან ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საკმაოდ ძვირია და ხშირად აქაც კორუფცია იყო და რეალურა სამიზნემდე არ მიდიოდა, თუნდაც იმ ტექნიკისთვის განსაზღვრული თანხები და ხშირად ამ ტექნიკასაც ის ადამიანები იღებდნენ, ვინც იმ ვიწრო წრეში იყვნენ, საიდანაც პროექტულად ეს ყველაფერი ნაწილდებოდა. ამის მაგალითებიც გვაქვს და სწორედ ამიტომ ვარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქვს ჩემი მოსაზრება და ვარ პროტესტში, რომ ცვლილებები უნდა დადგეს და ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე მოერგეს სახელმწიფო, ამის უფლება მათ უბრალოდ არ აქვთ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხდება და ამის მაგალითია ის, რომ როდესაც ჩვენ ინტენსიურად გაშლილი გვქონდა საქმიანობა და უამრავ ადამიანს ვეხმარებოდით, გამჭვირვალობის მიზეზით დღეს დონორები აღარ არიან ქვეყანაში, რომლებიც რეალურად იმ ადამიანებს ეხმარებოდნენ, იმ ადამიანებისთვის შემოქონდა საგრანტო რესურსი, რომლებსაც წვდომა არ აქვს რესურსებზე. ამბავიც თქვით, რომ რაღაცნაირად ხალხი გაღარიბდა, გაჩუმდა და მერე წავიდაო, აი პრეინტერვიუს დროს საუბრობდით და აი ხა თქვით, რომ რაღაცნაირად სამარშრუტო ტაქსებით გადიოდა ხალხი სოფლიდანო და ამერიკა უფრო ხო თუ აი როდესაც ხვდები მაგალითად თუნდაც აეროპორტში იქ ხედავ როგორ დგას ქალთა ჯგუფები, რომლებიც მიდიან მიგრაციაში და აცილებენ ოჯახის წევრები და ვფიქრობ, რომ ეს როგორც სიუჟეტი ძალიან მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ საინტერესო იმისთვის, რომ ნახოთ რეალურად ბოლო კი მე უფრო ეს აეროპორტში მაგ ნანახი, იმიტომ რომ ხშირად მიწევდა სასწავლო პროგრამებით სიარული და მოგზაურობა, აი ზუსტად ეს ჯგუფები იქ მყავს ნანახი, როგორ ვთქვათ, აორგანიზებს ადამიანი, ვისაც ეს ჯგუფი გაყავს ქვეყნიდან და როგორ ხდებოდა მცირეწლოვანი ბავშვების დატოვება დედების მიმართ, ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია სანახავად და წარმოიდგინეთ თვითონ რას განიცდის ადამიანი, რომელიც ვთქვათ 3 წლის ბავშვს ჩამოსვავს, გადასცემს ოჯახის სხვა წევრს და ის მიდის თვითმფრინავისკენ იმისთვის, რომ გაფრინდეს სხვა ქვეყანაში და არ იცის მასიქ რა ელოდება. ეხლა უსმენდი ბოდიში არ დაგავიწყეთ, გავაგრძელოთ. უახლეს კვლევას, ხა იმ ინდიაზე რო ლაპარაკობდი, რომელიც ასევე ემიგრანტია და კლინიკური ფსიქოლოგი, მან თქვა, რომ ყველაზე რთულად თურმე კაცებისთვის, ანუ ქალი მაინც ადაპტირდება, თურმე უფრო იოლად და კაცისთვის ამ სოციალური როლის დაკარგვა ყოფილა იმდენად მტკივნეული. ამიტომ იყავს ოჯახი ყველაც. ძალიან უჭირს თურმე კაცებს, ანუ როგორ შეიძლება ხო ეგრე დააყენოს საკითხი, ხო კაცი თუ ქალი ორივესთვის, მაგრამ კაცის ანუ ეგ რო აქ ოჯახის თავია, აქ გადაწყვეტილების მიმღებია, აქ რა და იქ მიდის და როგორ ფიქრობთ, სოციალური როლი აქ არ დაკარგეს მამაკაცებმა? რა თქმა უნდა. აქაც დაკარგეს, იმიტომ რომ ხშირ ბევრ ოჯახში ერთადერთი შემოსავლის წყარო არის მიგრაციიდან გამოგზავნილი თანხა. უბრალოდ იმას ვერ ხვდები ხანდახან, როდესაც თუნდაც მიმდინარე მოვლენებზე ადამიანები, ვისი შვილიშვილებიც, რამდენიმე თაობა არიან მიგრაციაში, როგორ შეიძლება, რომ მათ არ კონდეთ პროტესტი და ისევე, ვთქვათ, მხარს უჭერდნენ
მიმდინარე სიტუაციას ქვეყანაში და არ ქონდეთ პროტესტი, რომ მათ უბრალოდ ზოგს ყავს 10 შვილი და მათ ვერც კი ეფერება და ვერც კი ეხუტება. აი, ამაზე დიდი ემოცია, თქვა, ცხოვრების ხარისხი რა არის, როდესაც შენს გვერდზე არიან ადამიანები, ვინც გიყვარს, შენ ქვეყანაში არიან ეს ადამიანები, მათთან კომუნიკაციის საშუალება გაქვს, მათზე ზრუნვით საშუალება გაქვს და მათთან ერთად ბედნიერი სიხარულით სავსე დღეების დაგეგმვის საშუალება გაქვს. სხვა რა არის ცხოვრება? ადამიანი რის თუკენ მიილტვის? ფული ხო არ არის კეთილდღეობა და ყველაფერი, ხო? აი პირადად რო გისაუბრიათ. რა ტკივილთან იყო დაკავშირებული? სახელზე გვარს კი არ ვითხოვ. აი ადამიანები, ბებია, დედა, შვილი, აი პირადად რა მოუყოლიათ. თითოეულ მათგანს უჭერს იქ ყოფნა. თითოეული მით უმეტეს, როდესაც რამე ამბავი ხო არ ხო, გახსენებათ? როდესაც ადამიანი ჩამოდის მიგრაციიდან, მაგალითად 70 წლის ასაკში, ის პირველი რასაც აზიარებს, ამბობს, რომ აი შვილების ჩახუტება არის ყველაფერი. მიუხედავად მისა, რომ ისინი ამობენ, რომ იქიდან ბევრი გააკეთეს ამ შვილებისთვის, ყველაზე მთავარი მათთვის რაც არის, ამ ბავშვებთან ფიზიკური შეხება. ეს ავიწყებთ მიგრაციაში, ვთქვათ, არსებული გამოწვევების, გადატანილი ამბების, ვთქვათ, უარყოფით ემოციებს, ხო? ისინი მაგალითად ბედნიერები არიან იმით, რომ მათ უზრუნველყეს მათი საჭიროებები. როგორც არის, თუნდაც შეუძინეს ბინა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს უკვე აქ ადგილზე რასაც იშრომებენ, ვთქვათ, მათ ეს დიდი ხარჯი რასაც ჭირდება, ან ვთქვათ, გაარემონტეს, გააუმჯობესეს ყოველდღიური ყოფა და საჭიროება, იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებთ და ჩვენ ვხედავთ, ადგილზე შემოსავლებით ადამიანებს უჭირთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარება და უზრუნველყოფა, ხო? მით უმეტეს ქალაქში, როდესაც გაქვს 3 ან 4 ოთახი, ბინა, ამის რემონტი და ინფრასტრუქტურის შექმნა გაცილებით მარტივია და იაფი, ვიდრე სოფლის სახლის. სოფლის სახლში არ მთავრდება, იმიტომ რომ სოფლის სახლის გარდა თვითონ იქ, სადაც შენი საცხოვრებელია, მოსაწესრიგებელი კერძო, კერძოა, თვისებები. კი, არის ხო, იქ ღობე გინდა, იქ მიწასთან. მიწასთან ადამიანებს გონიათ, რომ ეს სოფელში პროდუქტი არის. სოფელში პროდუქტი ჰაერიდან არ არის, იმიტომ ნიადაგი უნდა დაამუშაო, თესლბრუნვა თუ არა გაქვს, თესლი უნდა შეიძინო. ისევე უნდა და ამის ყველაფერი მოსაყვანად ფინანსებამდე. ყველაფერი ფინანსება, მაგალითად თუ გყავს როხა და კი გაქვს ნატურალური პროდუქტი ყველის და რძის სახით, ამ შემთხვევაშიც ხო, იმდენად ძვირია ძროხის შენახვა, უკვე გლეხს აქვს კითხვა, უღირს თუ არა ყავდეს ძროხა, რადგან საძოვრები აღარ არის ფიზიკურად, სადაც ამის წაყვანა ან თავად შეუძლია, ან ქირაზე რო ადამიანი მიდის, ის შეძლებს, არის აგრეთვე ეგრეთ წოდებული მისი საკვები, რადგან საძოვარი არ არის, ადგილი არ არის, სადაც მოთიბავს, სახში ამის შეძენა უწევთ. იმდენად ძვირია უკვე ამის ყოლაც კი აღარ უღირთ ადამიანებს. შესაბამისად, იმ საკვების მოპოვებაც კი გაცილებით გართულდა, შენთვის გაძვირდა უფრო სწორად, ვიდრე და ემიგრაცია ხო არ არის ახლა ამისი გამოსავალი, ხო რაღაცნაირად, ანუ ეს მესმის, რომ ალბათ აი ყველა თითოეული მოსახლე რაღაც დილემის წინაშეა წავიდეს თუ ამას მიხედოს, თუ დარჩეს, აი რატო წყვეტენ საბოლოოდ ემიგრაციის სასარგებლოდ თქვენ ხო, მარტო ფული არ ჭირდება, ბევრმა არ იცის იქ რა დახვდება. ამიტომ მაგრამ ხო არ ამიტომ ცოდნა ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში ეხმარებათ. მარტო არ ცოდნა გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ. არ იციან სად მიდიან. როცა ადამიანმა იცის სად მიდის, შეიძლება მათ მოусმენიათ სხვებისგან, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაზე უკეთ ჩვენი გამოცდილებებით ვსწავლობთ, ხო? სამწუხაროდ ხანდახან უკან დასაბრუნებელიც არ აქვთ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებენ. იციან რომ რთულია, მაგრამ სანამ ადგილზე არ ეჩეხებიან, რამდენად რთულია, შეიძლება ეს არ იციან, მაგრამ ის იციან აქ რაც გაიარეს, რამდენი იშრომეს და რა არ გამოუვიდათ. ჩაეყარა. იცით რა არის? არ ცოდნა იქ რა დახვდება თუ არ ცოდნა აქ როგორ გარდაქმნას თუ თავიდან ერთიც და მეორეც, მაგრამ აქ ბევრი სცადეს. ისი არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში მიდიან, აქ არაფერი სცადეს. ემიგრაციაში რა ასაკის ადამიანები მიდიან?
საშუალოდ მით უმეტეს დღევანდელი მოცემთ, რომელმაც 40 დაახლოებით 50 უმეტესობა მიდიოდა ამასაკის, ხო? 35 წლიდან ბოლო ზემოთ. ნაბიჯია წასვლა. კი, მამაკაცები. უფრო ბოლო ნაბიჯია. ამიტომ ძალიან რთულია ეს ადამიანები, ესე ხელაღებით, ვინც მიგრაციაში მიდის, გააკრიტიკო და თქვა, რომ მათ აქ არაფერი არ სცადეს. დამიჯერეთ, მათ აქ ბევრი სცადეს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები, მე მგონი არავის რომლებსაც არ მე აქვს მაგ ვიცნობ, კრიტიკის უფლება. ნამდვილად არავის არ არა. აქვს მაგ არა. კრიტიკის არა. უფლება, რომ მათ ჯერ ისეც ადამიანის გადაწყვეტილების კრიტიკის უფლება ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით იმ ადამიანმა რა გაიარა და რატომ გადაწყვიტა. მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ ამ ადამიანისთვის, უფრო თუ ის ჩვენი მეგობარია, ჩვენი ოჯახის წევრია, სახელმწიფომაც რა გააკეთა, მოდი. კი, როგორც წესი ამაზე დაფიქრება გვმართებს, სახელმწიფომ რა გააკეთა, ბევრჯერ ზუსტად იმიტომ ვახსენე მე სახელმწიფო, რომ რა გააკეთა სახელმწიფო მარტოხელა დედისთვის, რომელსაც ისედაც მარტოხელა იყო, რომელმაც იწვალა თავისი შვილების იმასაკამდე მიყვანა ისე, რომ შეიძლება მის ოჯახსაც კი არ ქონდა იმის საშუალება, რომ მას მხარში დადგემოდა, რითი უზრუნველყო, ფაქტია, რომ არასაკმარისია. კი, მას მიგრაციაში წასვლა მოუწია. რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუ კი ჩვენ ვიცით ის თანხები, რასაც იღებს მარტოხელა დედა, ან თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა მარტოხელა მეუღლის გარდაცვალების გამო გახდა თუ სხვა შემთხვევის გამო, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ის არის მარტოხელა დედა, შეიძლება მარტოხელა მამა იყოს. რადგან სერვისები აკლია თან. ყველაფერი ჩვენ შემთხვევაში, აკლია. ანუ აი ეს სერვისები, სადაც მე ბავშვს დატოვებს, მე იქ სამუშაო ადგილი არ არის, მე არაფერი არ არის. სამუშაო ადგილი რომც იყოს, თვითონ უნდა გაძარდოს ბავშვი და ვერ ხო, ვერ ტოვებს, ვერ სად. ერთ ისტორიას გავაზიარებ ზრდასრულთა განათლებით დატოვებასთან დაკავშირებით. ის არ იყო მარტოხელა დედა, მას მქონდა ოჯახი, უბრალოდ მისი ოჯახის წევრები ცქირაზე მუშაობდნენ და ჩვენ ჭრაკერვის კურსზე გვყავდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყავდა 2 შვილი, მაშინ როდესაც პირველად ჩვენთან კურსზე მოვიდა. და პირველი შეწყვეტა კურსის მოუწია, იმიტომ რომ ბავშვს უბრალოდ მისცა სიცხე და დამტოვებელი არ ყავდა. იმიტომ რომ ერთს რო სიცხე შეხვდა და ერთი გამოჯამრთელდა, მეორე შეხვდა. ამასობაში ჩვენ ორთვიანი მოკლევადიანი კურსები გვაქვს საფეხურების მიხედვით. ისე დასრულდა ეს კურსი, სანამ დაბრუნდა. მეორედ გამოვაცხადეთ მიღება, მოვიდა მეორედაც. ამ დროს უკვე ბაღმა დაიწყო, საბავშვო ბაღმა რემონტი, ბავშვების დამტოვებელი არ ყავდა, ისევ მოუწია შეწყვეტა. გამოვაცხადეთ მესამედ, დაბრუნდა მესამედ. მოვიდა კიდე. კი, ოღონდ ამ დროს უკვე მას მესამე ბავშვიც პატარაც ყავდა. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს პატარა ხანთან მოყავდა, ისევე გაუცივდა ბავშვები, ბოლოს მეხუთედ დაბრუნდა. არა, საბედნიეროდ ემიგრაციაში არ წავიდა. როგორ წავიდა? ხო, როგორ წავიდა? მეხუთედ დაბრუნდა. ადამიანი იმდენად თუნოდა, ოღონდ ამ დროს უკვე ბაღიც გარემონტდა, მესამე ბავშვიც ბაღში მიიყვანა. ისეთი სეზონი იყო, რომ უკვე ვირუსები აღარ იყო და 2 კურსი დახურა ერთად, გელაქის და ჭრაკერვის. მაგრამ შეხედეთ, იმედი მაქვს, რომ მასაც არასდროს მოუწევს ემიგრაცია, თუმცა მან ხო პროფესიული უნარები განივითარა იმისთვის, რომ დასაქმებულიყო. ის ალბათ ისე დაზრდის ბავშვებს, რომ დამტოვებელი არ ეყოლება, რომ ეს დალოდება, რომ ეს თავისი პროფესია გამოიყენოს, შეხედეთ და ამ დროს სერვისი არ არსებობს, თქვათ, ის არ იყო სოციალურად დაუცველი, რომ მის ბავშვებს, თქვათ, ამ ტიპის დახმარება ყოფილიყო, ან ბავშვების დატოვება შეძლებოდა, თქვათ, ზუსტად იმ მონაკვეთში, იმიტომ რომ კერძო სკოლაც ხო არ არის, ჩვენთან სკოლა შუადღისით მთავრდება და, თქვათ, მას სრულფასოვანი სამუშაო განაკვეთიც ვერ ექნება. და ამ დროს უკვე თუ კი მისი შვილი აბიტურიენტი გახდება და გადაწყვეტს, აი შეიძლება მაშინ მიგრაციაზეც დაფიქრდეს, იმიტომ რომ ისწავლა, პროფესიული უნარებიც მიიღოს, მაგრამ მისთვის არ დადგა დღის წესრიგში, არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარება იმისთვის, რომ მან თავისი ცოდნის რეალიზება მოახდინოს, რომ მას ალტერნატივა არ აქვს. არ ნებდება. ჩვენთან შეიძლება ქალი ადგეს დილის 5 საათზე, ან მამაკაცი, იმისთვის, რომ იშრომოს, იმუშაოს, რადგან ბაღში, სადმე ნებისმიერ შემთხვევაში მან მზეს უნდა დაასწროს ადგომა. და ის რომ შენთან მოვა, კიდე საგანმანათლებლო პროცესზე ადამიანი, რომელიც 5 საათზე ადგება, წავა იმუშავებს, დაიღლება, ან მერე საოჯახო საქმეს გააკეთებს, დაბრუნებული და მერე კიდე პლუს შენთან მოდის განათლების პროცესში ჩასართველად, ეს ფერმერია თუ ფერმერული უნარების განვითარებაზეა, მას იქ უნდა ძალიან კარგად, მაღალი კვალიფიკაციის ტრენერი დახვდეს, ხო? იმიტომ რომ მან ეს ცოდნა უნდა აიღოს, მას ისეთი კვალიფიკაცია აქვს, ისეთი გამოცდილება აქვს.
ამიტომ ჩვენ ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ადგილზე ადამიანური რესურსის შეგვექმნა, ვისთან ერთადაც ამ სერვისებს გავაკეთებდით. რა განწყობა უნდა გქონდეთ, როდესაც ამას 20 წელი მოვახმარეთ და უბრალოდ ამ ადამიანებს ახლა, როდესაც ჩვენ ვეღარ გადავუხადეთ, იმიტომ რომ ჩვენთან აღარ არიან ემიგრაციაში დასაქმებულები და ხარ წავიდნენ? კი, ესენიც ისინიც წავიდნენ, ზუსტად შეხედეთ, ვთქვი, რომ ისინიც წავიდნენ. მათ შორის არასდროს ჩვენ თუნდაც სათემო მობილიზაცია, რომელიც ცალკე უნარია ადამიანის, რომ შენ ადამიანი, რომელიც დილით 5 საათზე ადგა, წავიდა იმუშავა, ისევე იმ ტრადიციულ მეურნეობას მიყვება, დაარწმუნო, აუხსნა და მოიყვანო საგანმანათლებლო შეხვედრაზე, იმიტომ რომ თუ ადრინდელ დროს გაიხსენებთ, რატომღაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ რაღაც ისწავლეს და იციან. და საგანმანათლებლო პროცესში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სწავლა სიკვდიმდე შენია მუდამ შენ თანამყოფელი, ხო, ნაკლებად ადამიანები ამას პრაქტიკაში ახორციელებდნენ და ჩვენი ზუსტად განათლების ცენტრები, საქართველოში არის 15 ზრდასრულთა განათლების ცენტრი, თითქმის მთელ ქვეყანაში, ყველა რეგიონში ჯერ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტეს რეგიონებში არის, ათ რეგიონშია. ამას ვაკეთებთ და პოპულარიზაციაზე ვმუშაობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იწვალეთ, იშრომეთ, მე ეს ამაგი რო გაგჩადებული, ალბათ განსაკუთრებით მტკივნეულია, ხო? არ მინდა წყალში ჩაყრა ვახსენო სიტყვა, მაგრამ რა ძალიან გულდასაწყვეტია მინიმუმ ალბათ, როცა ესე ხდება, მაგრამ თქვენივე ოჯახის წევრები რატომ ვერ დააკავეთ? ჩემი ოჯახის წევრებიც სოფლებში ცხოვრობდნენ და მათაც იგივე ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. იმდენად არის ადამიანებისთვის ხარჯები გაზრდილი. მაგალითად, ჩემმა ერთ-ერთმა დამ, რომელმაც გადაწყვიტა მიგრაციაში წასვლა, ისიც ცხოვრობდა სოფელში. მაშინ, ის უფრო დიდი ხანია რაც წასულია, ესე ფერმერები და თან მის სოფელში არ არის, თქვათ, დიდად ფერმერული მეურნეობა განვითარებული, დასაქმების შესაძლებლობა უბრალოდ არ ქონდა. იმ ასაკში იყო ის, რომ არც პენსია ქონდა, არც დასაქმების შესაძლებლობა არ ქონდა ფიზიკურად. ამის გამო მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ის იყო თბილისში ჩამოსული აქაც ეცა და უბრალოდ იმ შემოსავლით, რასაც თქვათ თბილისში მას უხდიდნენ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ქირის გადახდაც, თქვათ, იმ ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებაც. აქედან გამომდინარე, მას მოუწია იმ ტიპის ემიგრაციაში წასვლა, ზუსტად სადაც შედარებით მაღალი ანაზღაურება იყო, რომ ეყიდა თუნდაც შეეძინა სახლი თბილისში, რადგან როდესაც დაბრუნდება და ქირა აღარ ექნება გადასახდელი, დასაქმების მეტი პერსპექტივაა და შესაძლებლობა ის, რომ დაბრუნდეს სოფელში, მას ახლა ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა აქვს, ფიზიკურად შეუძლებელია მისთვის მზის სხივების ქვეშ მუშაობა. ამიტომ მისთვის ერთადერთი გამოსავალი, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად აღდგება, ახლა გადის შესაბამის თერაპიებს, საბედნიერო დიაგნოზია. საკმაოდ რთული, საბედნიეროდ მას აქვს იმ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და მისი, ვთქვათ, დაზღვევა ალბათ. დაზღვევა აქვს, ჯანდაცვა. ყველაფერი აქვს, ჯანდაცვა აქვს და მისი, ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად დაფინანსებულია. ის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ყოფილიყო, რამდენად შეძლებდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მხარდაჭერას, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ. თქვენ ვერც დააკავებდით ამ რა შემთხვევაში? თქმა უნდა, პირიქით. ვერავის ვერ დააკავებ. წეღან თქვენ აღნიშნეთ, რომ თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ წასულა. არ წასულა, უბრალოდ ეს არის მოხდა შემდგომ, ეს. ხო, შემდგომ მოხდა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც ვერ დააკავებ. როდესაც შენ ცდილობ, რომ ადამიანი დააკავ, მაშინ შენ მისი ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეგეძლოს, ემოციური მხარდაჭერა უნდა შეგეძლოს და პასუხისგებლობა უნდა აიღო მასზე, რომელ ერთზე აიღებ პასუხისგებლობას. 6 ხართ და 6 დედმამიშვილი და 4 ემიგრაციაშია, 1 ეხლა დაბრუნდა და ამ წუთას დასაქმებული აქვს, თუმცა რამდენად ის შემოსავალი მის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და კიდევ მოუწევს თუ არა მას ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ მაქვს პასუხი. თითოეული ადამიანის უკან მისი ისტორია დგას. მისი გამოწვევა დგას, მისი საჭიროება დგას და ხშირად ადამიანები თავადვე საკუთარი ოჯახის წევრებზე იღებენ პასუხისგებლობას და იმიტომ მიდიან. ამიტომ მე მაშინ თუ სხვაზე ვიღებ პასუხისგებლობას, იმ ერთზე არ მიწევს პასუხისგებლობის აღება. მის უკან არსებულ ადამიანებზე მიწევს პასუხისგებლობა და არ მგონია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მოცემულობაში, მით უმეტეს ახლა რა მდგომარეობაც არის, ამ მასშტაბის პასუხისგებლობის აღება ვინმე შეეძლოს. სახელმწიფოს გარდა. სახელმწიფოს გარდა.
კი ნანა, ბატონო. აი და პირადად თქვენ რა მოგიწეთ? თქვენი და-ძმები სხვადასხვა დროს წავიდნენ, თქვენ ერთად ცხოვრობდით? აა, თქვენ რის წინაშე დარჩით, როცა აქ დარჩით და 6 დედმამიშვილიდან 4 უცებ წავიდა. ჩვენ სხვადასხვა, ხო? კი, ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახები გვაქვს, ჩვენი საცხოვრებელი გარემო გქონდა, ჩვენი გამოწვევებით და მათ შორის ჩვენ განსაკუთრებული ალბათ ყველა დედმამიშვილს განსაკუთრებული ერთობა აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჩემი დედმამიშვილები ჩემი დაზრდილები არიან, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ჩვენი ისტორია გვაქვს, რომლის დროსაც ფაქტიურად ადრეულ ასაკში დავობდით და თითქმის ყველა ოჯახის წევრი ძალიან ადრეულ ასაკში დავკარგეთ. აქ დაკარგვა არ იგულისხმება, რომ ვინმე სადმე წავიდა, უბრალოდ ამ სამყაროდან წავიდნენ და შესაბამისად მე ვიყავით 11 წლის, ჩემი დედმამიშვილები ჩემზე პატარები იყვნენ და მათი დასდა მომიწია. სად მე და სად თან იზრდებოდით? ჩვენ გავიზარდეთ ბავშვთა სახლში, დიდ ინსტიტუციაში და საერთოდ დიდ ოჯახთან ცხოვრებას მიჩვეული ვარ ყოველთვის რაღაცნაირად რომელიღაც კომუნიტის უკაცრავად რომელიღაც თემის წევრი ვიყავი, ადრე თუ ვთქვათ ბავშვთა სახლის თემის წევრი ვიყავი, მერე ჩვენი ოჯახის და მუდმივად მიწევდა ზრუნვა და თითოეული გადაწყვეტილება ჩემი ოჯახის წევრის, როდესაც მან მიგრაციაში წასვლა გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ეს იყო მტკივნეული. თუმც ვთქვათ, მყავს დედმამიშვილი, რომლის მიგრაციას საერთოდ მე დაუჭირე მხარი, იმისთვის, რომ უბრალოდ მან ბევრი სცადა აქ და ერთადერთი გამოსავალი იყო ნამდვილად მისთვისაც ერთი არა ორი დედმამიშვილის წასვლას დაუჭერეთ მხარი ყველამ ერთად და მათ შორის მე უკვე ერთმანეთს ფინანსურადაც ამ ნაწილშიც მხარს უჭერდით მანამდე სანამ თქვათ ისინი გაეწყობოდნენ. დღეს ჩემს დედმამიშვილებს იქ ყავთ შესაბამის ცხოვრების უფლება, რაც მნიშვნელოვანია და ამით მეტადაც კი მოიპოვეს, იმიტომ დიდი ხანია იქ არიან. კი, არა მხოლოდ აგრეთვე ჩემი მეუღლის დაც იქ არის ბევრი ოჯახის წევრი, ამიტომ ყველა წავიდა თქო. როდესაც გინდა რომ აი თუნდაც ჩემი სახლი ყოველთვის იყო ხმაურიანი, ყოველთვის იყო ბევრი ადამიანები მარტო 6 ბავშვი ერთად რას კი, იკეთია? და ძალიან ძნელია ხო, როდესაც ამ ყველაფრისგან იცლება ხო, თუნდაც ის რომ პირველად როდესაც ჩვენი სახლი იმიტომ დაიცალა, რომ ჩვენ წავედით ბავშვთა სახლში, ხო, ესეც ტრავმა არის. მერე როდესაც დავბრუნდით, ხო, რაღაც ეტაპზე ერთად ვიყავით. მერე ყველამ ჩვენი ცხოვრება დავიწყეთ და ნუ ამას თითქოს მივეჩვიეთ უკვე. და ბოლოს როდესაც ყველამ ერთად ვისადილეთ, ესეთი შემთხვევაც იყო და ამ ფოტოს როდესაც ვხედავ, ეს ძალიან ემოციურია ჩემთვის, იმიტომ რომ არ ვიცი როდის შევძლებთ ერთი მაგიდის გარშემო ყველა დედმამიშვილი დაждდომას და სადილს. დავპატიჟეთ რა. ჩავიდეთ მათ დღეს. ანუ ემიგრაციამ მოახერხა ის რომ ეს რაღაცა მაინც გახლეჩვა, ხო? კი, ხო, როგორ შეიძლება რომ ადამიანს სანატრელად კონდეს შენს დედმამიშვილებთან ერთად ერთ მაგიდასთან სადილი და ნატრა იყოს უბრალოდ, ხო? ეს რთული არ არის მარტივი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოხდება, ამას შევძლებთ, მათ აქვთ საბუთები და ეს კიდევ მეტ შესაძლებლობას ქმნის, რომ ვთქვათ, იმ გამოწვევების მოგვარების შემდგომ ჩვენ ერთ მაგიდასთან ვისადილებთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა დღეს არ აქვს ბევრ ადამიანს. ალბათ ყველა დედას უნდა რომ დაბრუნდეს სახლში და თავის შვილებთან ერთად მის მიერ მომზადებული სადილით ბედნიერი საღამო გაატაროს. ეს არ უნდა გქონდეს ადამიანებს ოცნებად ჩვენს ქვეყანაში კი არა საერთოდ სამყაროში. აი, ცემ ინტერესებს რას გრძნობთ რა, როცა ერთი მიდის, მერე მოდის, აი არ ვიცი ეგ რა არის. ზოგისთვის არის იბრაზე, ზოგისთვის არის რაღაცა მომოტივირებელი, ზოგისთვის კიდე რაღაც სევდაც არის და თქვენ შემთხვევაში როგორი იყო? ცოტა ხნის წინ დავწერე ჩემ სოციალურ გვერდზე, სევდად იქცა ჩემი ცხოვრება, თქო, ამ ქვეყანაში. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ დედის გარაც გამომყვა, ვიზუალურად, ფიზიკურად თუ ასე შემდეგ, არის სიცილი. გულიანი სიცილი და როდესაც და მიყვარს სიცილი, როდესაც კი ხმამაღლა გემრიელი გულიანი სიცილი და როდესაც გავიცინებ ხოლმე გულიანად და საკუთარი ხმა მომესმება ხოლმე, ერთადერთი რაც მახსენებს დედას არის ეს, იმიტომ რომ მდენად პატარა ვიყავი და თან მე მანამდე ბებიასთან გავიზარდე, დედასთან სულ 1 წელი ვიცხოვრე, მხოლოდ ეს მახსოვს დედისგან ფიზიკურად, ვიზუალურადაც კი იმდენად არ მახსოვს და ამიტომ არასდროს მინდა რომ ვინმეს მივცე იმის საშუალება რომ ამ სიცილის განწყობა აღარ მქონდეს და რაღაც პერიოდში თუ კი სევდათ იქცა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი წავიდა მიგრაციაში
არ ვკარგავ იმედს, რომ ისინი დაბრუნდებიან და ჩვენ ერთად შევძლებთ ისევ ბედნიერად, ერთად შემოუხსნეთ მაგიდას და გულიანად ვიცინოთ. აუცილებლად. ამიტომ ვარ მე ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ვარ და მჯერა, რომ გამოვალთ ამ კრიზისიდან როგორც ქვეყანა. ბევრჯერ ვახსენეთ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება ამ ქვეყნის, მათ შორის მოქალაქეების დაბრუნებაზე, ამ ქვეყნის გაძლიერებაზე. იყო პერიოდი ამ ქვეყანაში, მახსოვს, რომ მიგრანტები ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ, მათ შორის ჩვენ თემშიც და მე იმედს არ ვიტოვებ. ჯერა იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, შეიძლება ეს არ იყოს უახლოეს მომავალში, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებთა გამო მე დღეს გული მტკივა, რომ ეკონომიკური, თქვათ, ღერძი ვინც უნდა იყვნენ და დღეს ქვეყნიდან წავიდნენ და ფიქრობენ არ დაბრუნდნენ, ისეთი ქვეყანა გვექნება, რომ მათაც კი გაუჩნდებათ უკან დაბრუნების საშუალება და ჩემს სახლში, ჩემ დიდ მაგიდასთან ისევ ერთად გულიანად ვიცინებთ აუცილებლად. და შევქმნით იმ კეთილდღეობას, რომელიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. სულ ვამბობ, რომ ადამიანები ამბობენ, რომ რამე სხვისთვის ვაკეთებ. არავინ სხვისთვის არაფერს არ აკეთებს. ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, საკუთარი ემოციისთვის აკეთებს და კარგია, რომ ამით სარგებელს სხვა ადამიანი ნახულობს. ეს არის ოჯახის წევრი, მეგობარი, ის ადამიანი, ვისთვისაც შენ შრომობ, ვისთვისაც სერვისს ქმნი თუ უბრალოდ მხარს უჭერ. პირველ რიგში ამით ბედნიერი შენ ხარ. ამიტომ მინდა ბედნიერი ადამიანი იყოს, ბევრი ადამიანი იყოს, რომელიც მეორე ადამიანს მხარს დაუჭერს, გაუიოლებს ყოფას და გაზრდის მისი ცხოვრების ხარისხს. და მე იმედს დავიტოვებ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა უпростоრად ხელისუფლება შექმნის იმის შესაძლებლობებს, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ და აქ შექმნან ეგ დოვლათი, აქ იყვნენ ბედნიერები და ყოველთვის ქონდათ უკეთ უკან დასაბრუნებელი გზა. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას ეს ხელისუფლება შექმნის. მე მაქვს მოლოდინი, რომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს იმას, რომ აირჩიოს ღირსეული ხელისუფლება და არასდროს ის არ დაუშვას, რაც ეხლა ხდება იმისათვის, რომ ეს მოცემულობა არ გქონდეს, რაც ეხლა გვაქვს. დიდი მადლობა. მადლობთ. გაერთიანებას გისურვებ. ხო? ციცილს და კარგ ქვეყანას. და ჩვენ დაპატიჟებულები ვართ. კი, დაპატიჟებულები ხართ, პირობას გაძლევთ. მე იმედი მაქვს, რომ ის დედები, რომლებიც მიდიოდნენ, რომ შვილების განათლებისთვის დაეჭირათ მხარი და მე ის შვილები თქვენთან გარკვეულ უნარებს იძენდნენ, აი იმ შვილებს ექნებათ იმის შანსი, რომ ამ ქვეყანაში გამოიყენონ ის უნარები, რაც შეიძინეს თუნდაც ესეთ სათემო ორგანიზაციებში. ეს არის მგონი ის გზა, რომელიც აგვაცილებს თავიდან დიდ მიგრაციას. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. ყველა შვილს დედა უნდა უბრუნდებოდეს სახლში და მასთან ერთად იყოს ბედნიერი და ერთად აღწევდნენ საკუთარ მიზნებს. მადლობა ნანას, მადლობა ჩვენს გამომწერებს. არ დაგავიწყეთ, რომ ისევ გამოგვიწეროთ, მოგწერეთ, ასევე მე მგონი წინ დიდი დისკუსიები გველის. მადლობა და მომდევნო 4 შაბათამდე გემშვიდობებით.